იუპიტერი ჩვენთან მშვილდოსნური ენერგია არის, აი ზოდიაქოთი მშვილდოსანი რო წაიკითხოთ, იუპიტერი მართავს მშვილდოსანს. თვითონ კლასიკურ ასტროლოგიაში ეს არის გაფართოება, ეს არის სწავლა, რაღაც ახალის, ეს არის მოგზაურობის პლანეტა, ეს არის სოციალური პლანეტა, რომ სად გვაქვს რეალიზების საშუალება. პრაქტიკულ ასტროლოგიაში, ქალების რუკაში ეს არის მეუღლე, პირდაპირ, როგორი ხასიათი ექნება, როგორი პროფესია შეიძლება მეუღლეს კონდეს და იუპიტერის ასპექტებს აქვს დიდი მნიშვნელობა. საერთოდ პედაგოგიკას იუპიტერი მართავს, ცოდნის გავრცელებას უნარს სოდნის გავრცელების იუპიტერი მართავს, მაგალითად ეს ჩვეულებრივად ჩაბლონებით რო ველაპარაკოთ. ახლა მაგალითად ასტროლოგიასაც იუპიტერი მართავს, ეს არის კონსულტაციები, ეს არის გურუს ენერგია, ანუ ადამიანი, რომელიც ხებს რაღაცას ასწავლის. ან რჩევებს აძლევს, ხო, აი, როცა ვლაპარაკობ ხოლმე სელენა მშვილდოსანი, ფარველი ანგელოზი, როცა მშვილდოსანი შეყავთ, ან სელენა იუპიტერის შეერთება, როგორც მაგალითად ქონდა ძალიან ისეთ პოლიტიკურ ფიგურებში როცა ეს ხდება ხოლმე ძალიან კარგი არის მერაბ კოსტავას ქონდა ერთ-ერთი ეს მნიშვნელოვანი შეერთება და სელენა როცა არის იუპიტერთან აქ უკვე ღირებულებითი სისტემა ძალიან მაღალი შეიძლება ადამიანს ქონდეს ყოველ შემთხვევაში ნათელი ენერგია ადამიანის იუპიტერის საშუალებით გამოდის, ან სწორი ღირებულებები აქვს, ან ძალიან ისეთი სულიერი მასწავლებელი შეიძლება იყოს, რაღაც იდეოლოგიის შემქმნელი არის. იუპიტერი ძალიან ჩართული რუკაში, ასეთ ადამიანს შეიძლება ვთქვათ, რომ იუპიტერიანელი არის, ხო? აი ადამიანი, რომელიც მიილტვის სოციუმისკენ, მას სჭირდება, რომ რაღაც ღირებულებები გაავრცელოს, რაღაც დიდი იდეები გაავრცელოს, ხო, საზოგადოებაში. როცა არის ასპექტირებული იუპიტერი, აუცილებელი არის ადამიანმა ეს ამუშავოს, ეს იუპიტერიანული ენერგია უნდა ჩაირთოს აუცილებლად. რა ფორმით ახლა პედაგოგიკაში წავა ადამიანი სულიერ სწავლებებში იქნება, ასტროლოგიაში იქნება, იმიტომ რომ იუპიტერიანული სწავლა არის ასტროლოგია. იუპიტერის პოზიტიური მხარე ეს არის დიდი მაღალი ღირებულებები. აი, მაგალითად, ეხა აი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე რო ვილაპარაკოთ, ხო, სიტყვაზე, ვიღაცა ჩაყვა მაგალითად რაღაც კომფორტს რაღაც ღირებულებებზე უარი თქვა, არც ქონდა ეს ღირებულებები, აქ სუსტი იუპიტერი მუშაობს უკვე აუცილებლად და პირადად ადამიანის რუკაში, როცა არ გაქვს არანაირი მორალური ღირებულებითი სფერო, იუპიტერი ეს მორალური თემაც არის, ხო? და მე შეგიძლია კორუფციაში ჩაერთო, შეგიძლია მაგალითად პრინციპებს უღალატო და ის გააკეთო, რაც არ არის შენთვისაც სწორი, ხო, სიტყვაზე ღირებულებებში. ზოგ საერთოდ ეს გაგებაც არ აქვს საერთოდ, ხო?